გრიგოლ ხანძთელი როგორც საეკლესიო მოღვაწე ქმნის დიდ საქართველოს და დღეს როცა ჩვენ ასე გვიჭირს, როცა ჩვენი სამშობლო დაგსაქსულია, ინდივიდების დონეზეა დაგსაქსული. ანუ ჩვენ პიროვნებებიც აღარა ვართ, ინდივიდები გავხდით, რომელსაც თითქოს საერთო აღარაფერი გვაქვს. ყველაზე, ნახეთ, ეკლესია არის ობიექტურად არსებული ძალა, რომელსაც აქვს ობიექტურად არსებული შესაძლებლობა ადამიანები ერთ ორგანიზმად შეკრას. და საოცრება ხდება, აქაც კი ვხედავ პირებს, რომლებიც გარეგანი მიზეზების გამო ეკლესიას უპირისპირდებიან. აი ეს იმდენად წარმოუდგენელია ეკლესიოლოგიური და ქრისტიანული აზროვნებისათვის, რომ მხოლოდ გაოგნება გემართება, როგორ შეიძლება რომ შენ მე მაწყენინო, თუნდაც მე ვიყო მტყუანი და შენ მართალი. და მე შენ შესახებ გავიდე და აი მეზობლებში გადავიდე, რომლებიც არასოდეს აქ არ ჩამოსულან. და იმ მეზობლებში ვილაპარაკო, რომ ამ კაცმა მაწყენინა მე და დამნაშავეა და დამეხმარე, რომ ეს აქედან მოვაცილო და მე დავდგე. გესმით, როგორი წარმოუდგენელი რაღაცა არის ეს. ეს არის ვერ განცდა თუ რა არის ეკლესია. და ჩვენ ეკლესიის ისტორიაში სულ სხვა მაგალითებს ვხედავთ, აბსოლუტურად სხვა. როცა ეკლესიაში ვიღაცა იჩაგრებოდა, ის არ გარბოდა წარმართებში, უღმერთოებში. არ ქმნიდა პარალელურ ახალ ეკლესიას. გესმით, ის მორჩილებით იღებდა როგორც ღვთისგანგებულებას რაღაცას, მაშინაც კი როცა მართლები იყვნენ და როცა შენი სიმართლე სათუოა 100%-ით რო უსამართლობაა, თუნდაც იმიტომ რომ ყველაზე ძვირფას ამ სამყაროში, ყველაზე ძვირფას საქართველოში სადგარბი ხარ. როგორ შეიძლება რომ დაახურდავო შენ შეხედულებებში ერთადერთი ღირებულება სამყაროში, ერთადერთი ღირებულება საქართველოში, ერთადერთი სიწმინდე სამყაროში, ერთადერთი სიწმინდე საქართველოში, შენი დედა ეკლესია, როგორ შეიძლება ეს და მისი მთლიანობა. ეს არის დოგმატური სწავლება. შენ როცა ეზიარები რას ამბობ, როცა ინათლები რას ამბობ, წამს ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. მისი დარღვევა, ის რომ შენ რაღაცა არ მოგწონს, ვიღაცა არ მოგწონს, გეჩვენება რომ ეს ისი არ უნდა იყოს, ესას როგორ შეიძლება ამის რღვევა? როგორ შეიძლება შენ თქვა ისეთი რამე ეკლესიის გარეთ უღმერთოებში, რომ ვიღაცა უღმერთო მოგისმინოს და თავისი უღმერთობის გამართლება დაიწყოს შენი სიტყვებიდან. ეს ისეთი ბოროტებაა, რომ წმინდა მამები ამბობენ ამას მოწამეებრივი სისხლითაც ვერ ჩამოიბარ, მართალიც რო იყოს. პირდაპირ გეუბნები, მართალიც რო იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც მე ხინჯი დავინახო ჩემს მოყვასში ეკლესიაში, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამის გარეთ გატანა. პავლე მოციქული ამბობს, არ აქ ცხენიათო, როგორ გაგაგთო თქვენი დავა ურწმუნოებშიო. პავლე მოციქული პირველ საუკუნეში უკვე ამას ამბობს, არ აქ ცხენია. როგორ შეიძლება ამის გაკეთება? თაგერ 21 საუკუნე ეკლესიამ მუზარმაზარი ცოდნა და გამოცდილება დააგროვა. ამასოფლის სულს ზულს ქრისტე, ამასოფლის სულს ზულს ეკლესია და შენ როგორც ეკლესიის სახური, შენ თუ გახვალ და ამასოფლის სულს მოემსახურები, შენ რა გონია შეგიყვარებს, გამოგიყენებს და გადაგაგდებს. გესმის, გადაგაგდებს ჩვეულებრივად და მოგიცილებს და დაგცინის და ჩაგაფურთხებს, როცა უკვე აღარ დაჭირდები. ამიტომ გაუფრთხილდეთ ყველაზე ძვირფას საქართველოში, ეს არის ჩვენი წმინდა დედა ეკლესია. და გრიგოლ ხანძთელის დამსახურება ის არის, რომ მან თავისი მოღვაწეობით და შინაგანი მდგომარეობით, რომ გამოანათა ღმერთი, გრიგოლ ხანძთელმა გამოანათა ღმერთი, აი გამონათებით და მასში ღმერთის მყოფობით დაიწყო როგორც საფუარმა მოქმედება მან და შეიქმნა დავითის და თამარის საქართველო. და დღესაც თუ ჩვენ გვინდა რომ ამ უმძიმესი მდგომარეობიდან გამოვიდეთ, თუ ჩვენ გვინდა ერთმანეთის შევიყვაროთ, ადამიანს ჩვენ არ შეგვიძლია ერთმანეთის სიყვარული, გავიდეთ ქუჩაში ვნახეთ როგორ ვიქცევით. არ შეგვიძლია ერთმანეთის სიყვარული, მაგრამ ჩვენ თუ გვინდა რომ ეს შევძლოთ და ჩვენ თუ ერთმანეთის სიყვარული არ შევძელით. საერთოდ რამეს თუ აქვს აზრი და მე გეტყვით 50 წელიწადში საქართველოს აღარ იარსებობს. ფიზიკურად აღარ ვიარსებობს. და ჩვენ თუ გვინდა ერთმანეთის შევიყვაროთ, შესაბამისად სამშობლო შევიყვაროთ. რატო გარბის ამდენი ადამიანი გარეთ? იმიტომ ერთმანეთი არ გვიყვარს. ეს ცენტრიდანული ძალა რატო მოქმედებს? ეს არის უსიყვარულობა ერთმანეთისა და ქრისტესი. ეს არის. და თუ ჩვენ გვინდა რომ აქედან გამოვიდეთ, ეკლესიაში უნდა შევიკრიბოთ სხვა ძალა არ არსებობს. სხვა ძალა არ არის. მხოლოდ ეკლესია ის ძალა, რომელიც შეკრებს თავის წიაღში ქართველ ერს,
მონათლულ ქართველერს და აქედან შეიძლება შეიქმნას დიდი საქართველო, ხოლო ჩვენს გვენიჭება უდიდესი პასუხისგებლობა. გავიაზროთ, რას ნიშნავს ქრისტიანობა. გრიგოლ ხანძთელისგან მივიღოთ მაგალითი, დავინახოთ გრიგოლ ხანძთელის მსგავსი მდგომარეობა დღევანდელ მართლმადიდებლურ სამყაროში, ვისწავლოთ მათგან და ჩვენში გავუკეთოთ ამ ყველაფერს რეალიზება. და მაშინ ღმერთი დაგვეხმარება და ჩვენთან იქნება. სხვანაირად, რა ვიცი. მე შეიძლება ვერ მოვესწრო, მაგრამ სამწუხაროდ ახალგაზრდები მოესწრებით, 50 წელიწადში აქ ვერ გაიგებთ რა იქნება საერთოდ. ღმერთმა ნუქნას. მე იმედი მაქვს, რომ ეს არასოდეს მოხდება, იმიტომ რომ მიუხედავად ჩვენი მრავალი უღირსობისა, ღმერთს რატომღაც მაინც უყვარვართ, ქართველ ხალხში არის რაღაცა პოტენცია, გამოუცნობი. სულ ხვდები ახალგაზრდებს, გუშინაც შევხვდი ახალგაზრდებს, გუშინწინაც, პატარა ბავშვებს, ახალგაზრდებს უყურებ და ვფიქრობ, ვახ, რა საოცრებაა, როგორ აწამს ამას ღმერთი? როგორ განიცდის ეს იესო ქრისტეს? როგორ ხვდება ჭეშმარიტ ღვთის სიტყვას? როგორ ადგება ცრემლი ამ ბავშვებს თვალებზე? როგორი ცეცხლი უნთიათ და ესეთი ძალიან ბევრია საქართველოში. გესმით, ძალიან ბევრია. ოღონდ ჩვენ უნდა ამას მაგალითი მივცეთ და ხელი შეუწყოთ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეკლესიის წევრება და ეკლესიის წევრებს შორის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ სასულიერო პირებმა. შეგვეწიოს მინდა გრიგოლ ხანძთელი, ამინ.